მთავრობის ახალი ეკონომიკური გეგმა, გადასახადების ადმინისტრირების გამარტივება და ინფრასტრუქტურის მოწყობა ამ თემებზე ისაუბრა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიზნესმენებთან შეხვედრაზე, რომელიც ლილოს გაფორმების ეკონომიკურ ზონაში გაიმართა. ნიკა გილაურმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ეკონომიკურ პროექტებსა და გამარტივებულ საბაჟო პროცედურებზე. მისი თქმით, მთავრობამ ამ მხრივ უკვე გადადგა ნაბიჯები, მათ შორის შექმნა ლილოს გეზი, რომელიც იმპორტიორებს პროდუქციის გაფორმებას გაუადვილებს. ინფრასტრუქტურა, ახალი კოდექსი, ახალი თანამშრომლები და ის ფაქტი, რომ რეალურად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საგადასახადო კულტურა ქვეყანაში ჩამოყალიბდა. იმიტომ რომ ის რომ შემოწმებულებისგან მხოლოდ 10% ჯარიმდება, ეს თითქმის უკვე ევროპული ციფრია. ევროპაში ეს 6-7%-ია. შესაბამისად, აი ამ 4 მიზეზის გამო ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფინანსთა სამინისტრომ ახალი ერა შეუძლია დაიწყოს და ახალი ურთიერთობა ჩამოაყალიბოს სრულიად კერძო სექტორთან მიმართებაში.